საკითხი. სააკაშვილი რატო მიივიწყეს ბატონო მურმან სააკაშვილის თემა რატო არის მივიწყებული თუნდაც იმ პარტიების მხრიდან ვინც თავის დროზე აცხადებდა რომ უნდა მოხდეს მისი დაუყოვნებლივ გადაყვანა უცხოეთის კლინიკაში რომ მიშა ყდება ვისმენთ ჩვენ ამ განცხადებებს ხომ რატომ აღარ არის დღის წესრიგში სააკაშვილის თემა თუნდაც ეს საკითხი სააკაშვილი არის ნომერ პირველი პოლიტიკური პატიმარი დღეს საქართველოში კიდევ ერთხელ უნდა დაუდასტურო სააკაშვილის ჩემი პატივისცემა 2012 წლის 1 ოქტომბერს მან გააკეთა ის რაც არ გაუკეთებია საქართველოში არც ერთ პირველ პოლიტიკურ პირს ეს არის 2012 წლის 1 ოქტომბერს საღამოს 8 საათზე და 05 წუთზე მან აღიარა დამარცხება ჩვენ წარმატებები გვისურვა სამწუხაროდ 25 წლის წინანდელი გაკეთებულ საქმეზე 5 წელია იჭერენ ამ კაცსა და ვერ დაიჭირეს და სასამართლო მე მგონი დამთავრდა ბიჯაკების საქმეზე არ ვიცი გადაწყვეტილება გამოიტანეს თუ არა მე მგონი არ გამოუტანია ხვალ იქნება ამაზე გადაწყვეტილება რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილიც ამ მოძრაობაში არის ჩართული მიუხედავად იმისა ციხიდან მიუხედავად იმისა დავრდომილი მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკური პატიმარია ის ამ გუნდში მოიაზრება და ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა ის უნდა მოიაზროს მის გვერდით ისე როგორც მიხეილ სააკაშვილმა ეს პოლიტიკური ლიდერები უნდა მოიაზრონ ესე იგი მე ვამბობ რომ ჩვენ დიდი ფრონტი უნდა შევქმნათ არა მარტო იმ პოლიტიკური პარტიებისა რომლებაც ბარიერი გადალახეს ჩვენ ვამბობთ რომ არჩევნები გაყავდა და ვინც ბარიერი ვერ გადალახა იმისთვის არ გაყავდა ეს არჩევნები იმისთვისაც გაყავდა ეს არჩევნები სანამ თავისუფალი გარემო არ იქნება თითოეულ მოქალაქეს ერთი ხმა არ ექნება საარჩევნო ყუთთან იქამდე მე არჩევნებს ლეგიტიმურად არ ჩავთვლი იქნება ერთი ადამიანი ერთი ბიულეტენი ერთი საარჩევნო ყუთი ერთი ადამიანი ერთი ხმა ეს არის თავისუფალ გარემოში თავისუფალი ადამიანის არჩევანი როცა ეს გაკეთდება ისეთი გარემო შეიქმნება რომ ადამიანს თავისუფლად ექნება არჩევანის გაკეთების საშუალება მაშინ მე მიულოცავ ხელისუფლებას წარმატებასა და გამარჯვებას რომელიც მოვა ხელისუფლებაში ამიტომ სალომე ზურაბიშვილს მიმართავ რომ არა მარტო იმ 4 პოლიტიკურ პარტიას დაელაპარაკოს რომელსაც ბარიერი გადალახა იმასაც დაელაპარაკოს ვინც ბარიერი ვერ გადალახა ყველა გჭირდება არის 05-იანი არის 03-იანი არის პოლიტიკური პარტია რომელსაც შეიძლება მხარდამჭერების რაოდენობა ძალიან ცოტა ყავს მაგრამ მას პოლიტიკური ამბიცია აქვს მას ხელისუფლებაში ყოფნა უნდა ხელისუფლებაში ყოფნა არ არის ცუდი ამბიცია მას უნდა მისებურად მართოს ქვეყანა ეს არის კარგი როცა პოლიტიკურ მზაობას გამოხატავს როცა პოლიტიკურ ინტერესს გამოხატავს როცა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს ეს არ არის ცუდი და ამ პოლიტიკურ კონკურენციაში მონაწილე ყველა პოლიტიკურ ლიდერს დაუძახოს დაჯდნენ შექმნან ერთი დიდი სახალხო ფრონტი ერთი დიდი წინააღმდეგობის ფრონტი და უთხრან შემდეგი წინადადება არა ის რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს არა ბიძინა ივანიშვილის გარეშე უნდა ჩატარდეს არჩევნები ჩვენ როცა 2003 წლის 15 დეკემბერს მე ერთ-ერთი სათავეში ვიყავი ამ მოძრაობის მე კი არ მომოდი იცით რა ასლანაბაშიძის ერთად ჩავატაროთ არჩევნები არა ასლანაბაშიძე წადი